ეთერში მუშაობას იწყებს მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური. ეს არის ახალი 12 სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად. გამარჯობა. ხალხმრავლობა ქუთაისში დღეს ბადრატის აღდრენილი ტაძარი ეკურთხა. აღდრენილ ტაძარში კათოლიკოს პატრიარქი მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად პირველ წირვას აღავლეს. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ახლად ნაკურთხი ტაძარი მომლოცველებს ვერ იტევს. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალრიცხოვანი მრევლია შეკრებილი. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან ჩამოსული. ხალხის სიმრავლის გამო ტაძარში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ქუჩაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. 1994 წელს ბადრატის ტაძარი ჯელათის მონასტერთან ერთად იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ბადრატის ტაძრის აღძრენა 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო. სარეკონსტრუქციო პროექტმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ტაძრის სამომავლო სტატუსი იუნესკო 2013 წლის ხდომაზე განიხილავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეურემ მმართველ პარტიასა და მის მხარდამჭერებს, ოპოზიციას, მთავრობასა და მხედრობას ბადრატის ტაძრის კურთხევაზე დასწრებისკენ 9 სექტემბერს მოუწოდა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ტაძრის აღმშენებელი მეფე ბადრატი არის საქართველოს გამაერთიანებელი. ამიტომ ყველა უნდა შეიკრიბოს ბადრატის ტაძარში. პატრიარქის მოწოდებას პარტიათა უმრავლესობა გამოეხმაურა. ტაძარში დილიდან მივიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და კოალიცია ქართული ოცნების ლიდერები, ასევე ქრისტიან დემოკრატებისა და ახალი მემარჯვენეების ლიდერები. 1 საათის წინ ბადრატის ტაძარში საქართველოს პრეზიდენტიც მივიდა. ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ ქუთაისს. მერიან გორგოძე ისაუბრებს დღევანდელი წირვისა და პოლიტიკური შეკრების შესახებ. მერიან, გამარჯობა. დიახ, დღეს დილით დაახლოებით 8 საათიდან აქ დაიწყო ბაგრატის ტაძარზე ხალხმა მოსვლა. უნდა ითქვას, რომ ხალხს აქვს ძალიან საზეიმო განწყობა და ისინი ყველანი ერთმანეთს ულოცავენ დღევანდელ დღეს. დაახლოებით დილით 9 საათისთვის ტაძარში მოვიდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და სწორედ ამ დროიდან დაიწყო უკვე ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლეს. ტაძარში ამ დროისთვის იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც წირვას თავის ოჯახთან ერთად და ასევე სხვა ოფიციალური პირებიც. უნდა აღინიშნოს, რომ დილიდანვე ტაძარში მოსვლა დაიწყო სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლება. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენელი ტაძარში იმყოფება წირვაზე დღეს და მათი უმრავლესობის განმარტებით მათ გაითვალისწინეს პატრიარქის დაახლოებით ერთი კვირის წინანდელი მოწოდება და ყველანი დღეს ერთად უნდა დადგნენ, ყველამ უნდა დაივიწყოს კამათი და დღეს სწორედ საქართველოს და ბაგრატის ერთიანობის დღეა. მერთმა ქნას, რომ გაერთიანებული ლოცვა ქართველების ამ ტაძარში მართლაც გახდეს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და გამთლიანების ძალიან მყარი საფუძველი. გაერთიანება ადამიანის გულსა და გონებაში არ აქვს. მხოლოდ ესეთი ვიზუალური ღონისძიებები, ვიზუალური ეფექტების მატარებელი ღონისძიებები არ არის საკმარისი. ვეჭობ, რომ ეს საკმარისი აღმოჩნდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ზოგადად ესეთი დაძაბულობა, ესეთი დაპირისპირება ძალიან ავნებს ქვეყანას, ხალხს, საზოგადოებას, მის პერსპექტივას და არ შეიძლება, რომ ქვეყანა, სახელმწიფო, საქართველო მეორე პლანზე გადაიტანო და საკუთარი პოლიტიკური ამბიციები პირველ პლანზე. დიახ, როგორც აღვნიშნეთ, უკვე საზეიმო წირვა ლოცვა ბაგრატის ტაძარში ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც აღავლეს კათოლიკოს პატრიარქი. სავარაუდოა, რომ წირვის შემდეგ ილია მეორე თავის მრევლს ქადაგებით მიმართავს და ალბათ მიხეილ სააკაშვილიც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. დიდი მადლობა. მერიან გორგოძე საუბრობდა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში. მეცხრე არხის ახალი საარჩევნო პროექტი ხაზია საქართველო ტელეხიდი მეცხრე არხზე საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ ზუსტად პირველ საათზე დაიწყება. 2 საათის განმავლობაში მაყურებელს მთელი საქართველოდან საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში დაუსვას შეკითხვები საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს, რადგან ამის სტუმარი კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იქნება. პირდაპირი ჩართვები რეგიონებიდან სენაკის, დმანისის, დუშეთისა და ზესტაფონის მოსახლეობა პირდაპირ ეთერში დაუსვამ შეკითხვებს ივანიშვილს. მოწყობილია კოლ-ცენტრი, სადაც ამომრჩეველს ასევე შეუძლია კითხვების დასმა. ტელეხიდს მეცხრე არხის ჟურნალისტები თამთა სანიკიძე და თორნიკე კვერენჩხელაძე დაუძღვებიან. მეცხრე არხმა ოფიციალური წერილით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც და მიხეილ სააკაშვილს, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერს ტელეხიდში მონაწილეობა შესთავაზა. პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. გამყვანები და ტელეხიდის სტუმარებს ხედავთ ერთ სივრცეში, ერთ სტუდიაში. გარდა იმისა, რომ გვექნება მოდერატორის ფუნქცია, როგორც ეს მსგავსი პროექტის დროს ხდება, ჩვენც გვექნება საკუთარი კითხვები და მათ აუცილებლად დავსვამთ სტუდიაში ტელეხიდის მსვლელობისას.
დასმული იქნება ყველა ის შეკითხვა, რომლებიც ჟურნალისტებს აინტერესებთ, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდია და ჩვენ შეკითხვებიც დაკავშირებული იქნება არჩევნებთან და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ძალიან სუსტ პასუხებს. ქართული ოცნების რიგით მე-10 აქციას, რომელიც რუშინ ახალციხეში გაიმართა, ადგილობრივები დადებით ეთაფასებენ ბორჯომიდან, ასპინძიდან, ნინოწმინდიდან, ადიგენიდან და ახალქალაქიდან მოსახლეობა საგანგებოდ ჩავიდა ახალციხეში, რათა წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების მთავარი მესიჯები მოესმინათ. ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. კოალიციის ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით მათ არანაკლებ 50 მაჟორიტარი კანდიდატი უნდა გაიყვანონ და ამით მიაღწიონ შთამბეჭდავ გამარჯვებას. სამცხე ჯავახეთის მოსახლეობა ქართულ ოცნებას ნდობას უცხადებს. ერთადერთი პოლიტიკური პარტია არის, რომელიც გაუძღვება მთლიანად საქართველოს, ის ყველა ეროვნებას აცხოვრებს კარგად, ქართველსაც, სომეხებს და ყველა ეროვნებას. ყოველი ახალი შეხვედრა უფრო აზვირთებს იმ ქართველი კაცის განწყობილებას, იმ რწმენას, რომ ქართველ ადამიანს ქართულად უნდა აზროვნებო, ქართულად უნდა სიტყვა, პასუხი. ივანიშვილის მწამს საკუთარ თავზე მეტად და მისი რასაც კი ეხება ეს ჯანდაცვა თუ განათლება თუ რაც არის, აბსოლუტურად ყველაფერს შეასრულებს. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი პრეზიდენტის მოწოდებას ეხმაურობა. ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებების დაზიარებას არ აპირებს. შეეხსენებთ, პრეზიდენტმა პოლიტიკურ ძალებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა. სააკაშვილის თქმით, მიუხედავად განსხვავებული ხედობისა, პოლიტიკოსებმა, როგორც საქართველოს პატრიოტებმა, გაერთიანება უნდა შეძლონ. სააკაშვილი არ გახვალ ჩემთვის ის პიროვნება, რომლის მოწოდებებსაც მე ყოსობდებ და სერიოზულად ღებულობ. ან დიდი ხანია დაკარგა ჩემ თვალში ყველანაირი ავტორიტეტი და არავითარ მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის სააკაშვილის მოწოდებამ. ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა. კოალიციის ლიდერის თქმით, საარჩევნო ქცევის წესების შესახებ მიღებულ კოდексს, რომლის ირგვლივ ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი კითხვა დაისვა, 17-დან 16 პუნქტი ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დაარღვია. შეეხსენებთ, ევროკავშირის ელჩმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებულია. იმ დროს, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს მზაობას ჩაატაროს არჩევნები შესაბამისი სტანდარტების სრული დაცვით, ქართულმა ოცნებამ გამოხატა ნდობის საარჩევნო პროცესის მიმართ, განაცხადა დიმიტროვმა. მენეჯმენტი მან მოახერხა და შეთანხმებას მუდმივად მახსენებთ გუშინ და დღეს, რომ მაგაც თითქოს ბატონი ფული მომიწოდებს, მე რაღაცას ხელი მოვაწოდებ. 17-დან 16-ს უკვე 16 უკვე დაარღვია ნაციონალურ მოძრაობამ. ეგენი არიან კანონის დამრღვევები, ვის უნდა მივუთითონ მათ. ჩვენ არც ერთი კანონი არ დაგვირღვევია. ესენი არღვევენ კანონს იმ ძალადობით, რასაც ჩვენ ახორციელებენ ყოველდღე. ვის უნდა მივუთითონ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა როლანდ ახალაიე მოსახლეობასთან შეხვედრა ჟურნალისტების მოულოდნელი გამოჩენის გამო შეწყვეტა. ყოფილი პროკურორი მეცხრე არხის გადამღები ჯგუფის დაანახვისთანავე მანქანაში ჩასვას და მასთან მიახლოების საშუალება არავის მისცეს. ახალაიესთან შეხვედრის მსურველებმა განაცხადეს, რომ მათ ვერ მოასწრეს მაჟორიტარობის კანდიდატთან დასაუბრება. მეცხრე არხმა ასევე დააფიქსირა მიკროავტობუსები, რომლითაც სოფლის ყველა უბნიდან მოსახლეობა უფასოდ ჩაიყვანეს. შეიძლება თქვენ შეხვედრებს დავესწრო ისე რომ შეკითხვა არ დავსვა, მაგრამ მოვისმინო ხალხი რას ეუბნება მაჟორიტარობის კანდიდატს და ასევე უბრალოდ შეხვედრა გავაშუქო. შეიძლება გამარჯობა, როგორ ახარ? არა, პასუხი გამეცი როგორც პრეზიდენტ მსოფლიოს უფროსმა. შეიძლება შეკითხვის გარეშე დავესწრო შეხვედრას? მითხარი? შეგიძლია დაესწრო შეხვედრას, ოღონდ ხელს მოგვიშლი. უბრალოდ რომ გადავიღე, როგორც თქვენი ეგრე, თქვენი ოპერატორი. ნარაზაში შეგუშალე ხელი. რაში გამოიხატება ჩემი ხელი? ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანიაკი სოფელ ნარაზენის მოსახლეობას შეხვდა და მათ კოალიციის სოფლის განვითარების მილიარდიანი პროგრამა გააცნო. ალასანიამ ადგილობრივებს განუცხადა, რომ ზუგდიდის ეკონომიკის აღდგენისთვის დამატებით 100 მილიონი ლარი ჩაიდება. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა. ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ ნარაზენში არ არის სკოლა, ამბულატორია, გზა კი დაპირების მიუხედავად წლებია არ შეკეთებულა. მოსახლეობამ ალასანიესთან შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის ფრიდონ თოდუა მათ პრობლემების მოგვარებას 4 წლის წინ დაპირდა, თუმცა არჩევნების შემდეგ იგი სოფელში საერთოდ არ უნახავთ.
სოფლებში იქნება უკვე გადამამუშავებელი. ეს ადამიანები წარმოადგენენ საქართველოს მცველები არიან და ჩვენი ინტერესების მცველები, რომ არტყობენ აქაურობას და პირიქით არ ეგუებიან იმ რეალობას, რაც სამწუხაროდ 2008 წლის ომის შემდეგ გაჩნდა. ამასთან ერთად ყველაზე მივიწყებულია რეალურად ეს სოფელი და ეს მხარე. ვილაპარაკეთ იმ 100 მილიონზე, რომელიც ჩაიდება კონკრეტულად ზუგდიდის და ამ რაიონის ეკონომიკაში, რომ კერძო ინვესტიცია, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. ინციდენტი გარდა ირაკლი ალასაუკეთრად ირაკლი ალასანიამ ნარაძენში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა კერძოდ ალასანიას კითხვები კოალიციის შესაძლო დაშლის სახელმწიფო მოწყობისა და ნატოში საქართველოს შესვლის პერსპექტივების შესახებ დაუსვეს ალასანიამ პასუხად აღნიშნა რომ კოალიცია ყველა დანაპირებს შეასრულებს და ყველა საკითხი ხალხის ნების დათვალისწინებით გადაწყდება. რა თქმა უნდა აღარ მიკვირს მეურნეობასთან ერთად არ შეიძლება თუ რამე დაიშლება საქართველოში პირველ რიგში ეს არის ის ერთპიროვნული სისტემა მართლობის და ერთპარტიული პარლამენტი. ჩვენი კოალიცია და ზოგადად ოპოზიცია ესეთი ძლიერი არასდროს არ ყოფილა საქართველოში. როგორც მას მერე რომ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და გააერთიანა ოპოზიციური ძალები, ასე რომ ყველა მინდა დავაწყნარო რომ არაფერი დაშლა პირიქით. ჩვენ ის ვალდებულებები რაც ავიღეთ ხალხის წინაშე, ამას ერთგულად მივიყვანთ ბოლომდე. რა შეხება სახელმწიფო წყობა როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკა უნდა იყოს საქართველოს. ჩვენ შეთანხმება გვაქვს თელ კოალიციას იმაში, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ხალხის ნების უმრავლესობა, ანუ რეფერენდუმი. დღე სააკაშვილი არის საქართველოს ხელისუფალი, ნატოში შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ნატოში აუცილებლად შევა საქართველოს, მაგრამ ამას დაჭირდება ძალიან დიდი მუშაობა, როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ქვეყნად ქცევაში. ინციდენტი დარდაბანში სოფელ გამარჯვებაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის მამუკა არეშიძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ერთ-ერთმა დამსწრემ დეპუტატობის კანდიდატს გაურკვეველი საგანი ესროლა. კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ ამ ინციდენტის მოსაწყობად ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ადამიანს 50 ლარი გადაუხადა. მოგვიანებით კი ინციდენტში ადგილობრივი გამგეობის წევრებიც ჩაერთნენ. მიხეილ სააკაშვილი გუშინ განახლებულ თელავს ესტუმრა, სადაც სახალხო დღესასწაული გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა თელავის ახალი იუსტიციის სახლი და რეკონსტრუქციის ფარგლებში განახლებული ნადიგვარის პარკი გახსნა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის შეხვედრებზე მეცხრე არხი არ დაუშვეს. გაიგე როგორ და რა აკრედიტაცია რისთვის ამათებ დუბლატა ოქროთი ჩაწათიანში ეს სულ იყავი ადრე ამოგავწანხე როდის ადრე ბაზარია ფსევდოინფოცხრის საქმიანობით ახლა უკვე ევთოს საადამკვირვებლო მისიაც ინტერესდება. ევთოს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის წარმომადგენლები კატარინა ჰოდრარი და ბოიარ ჰალო გადამღები ჯგუფის წევრებს შემთხვევით ლანჩხუთში ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე შეხვდნენ. ისინი სოფელ ქვიანში ქართული ოცნების ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თემურ ჩხაიძის მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ. საადამკვირვებლო ჯგუფი ფსევდოინფოცხრით დაინტერესდა და მათ რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს. სად მდებარეობს მათი ოფისი და რომელ საიტზე შეიძლება ამ შეხვედრის ვიდეო მასალის ნახვა. ფსევდოინფოცხრის ოპერატორმა პასუხი ვერ გასცა. ეს იგზავნება მასალა და შემდეგ ვიდეო. Are you from Infonine? Because these people are from Infonine, but they don't know you. The lady says Infocom 9. Do you know this? Do you know this? What's the difference between this? It's too different. ეს არის ნამდვილი ინფოცხრა. ეს არის სუროგატი ინფოცხრა. This is real Infonine, this is surrogate. We are observing any activity that our interlocutors are having. Ჩვენ ვაკვირდებით ყველა ნებისმიერ
ღონისძიებას, რომელიც იმართება არჩევნებში მონაწილე ჩართული მხარეების მიერ. And we are attending meetings of all parties. We are talking to all the sides of the elections, and we are a strictly impartial international observer mission. ჩვენ ვესწრებით ხოლმე ყველა მონაწილე პარტიის კანდიდატების გამოსვლებს, თუმცა ჩვენი როლი არის წმინდა, მიუკერძოებელი და ნეიტრალური. გუშინ ემიგრანტებმა საბერძნეთიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ასევე თურქეთიდან საქართველოში თავიანთი დელეგატები გამოაგზავნეს. მათი ერთ ჩამოსვლის მთავარი მიზანი არჩევნების საქართველოში გამართვა. ემიგრანტების განცხადებით მათ მიერ უცხოეთში გამართულმა საპროტესტო გამოსვლებმა შედეგი ვერ გამოიღო. სწორედ ამის გამო ისინი საქართველოში დააფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ცესტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ შექმნილ ბარიერებთან დაკავშირებით. წუხართ რომ ჩვენ თავს გამოუტანეთ საშინელი განაჩენი, უვადო პატიმრობა საზღვარგარეთ. ჩემთვის პირადად ძალიან კარგი იქნება თუ ქართველიერი გაერთიანდება, ყველა იბრძოლებს საქართველოს კეთილდღეობისათვის და იქნება სამართალი ქვეყნა. ისეთ შევძენს უყოლას უყიდი და მიუდა სახლებში. ყველა დანარჩენმა მაპატიოს, მაგრამ აი ეს აქცია ერთი ახლა წაუღებ ამას ჩემი ოჯახის წევრებს. გვაქვს კიდე ასეთი ინიციატივა აქცია, ვიყიდეთ სიმბოლურად ყველა თითო ანტენა და მოგვაქვს რომ ჩამოვიტანოთ მისვეთ ახლობლებს იმ გაჭირვებულ ხალხს, რომელსაც არ აქვს საშუალება მოისმინოს ყველა ინფორმაცია ყველა არქივიდან. ეთერშია ახალი 12-ზე ჭიათურაში მოსულმა ძლიერმა სიტყვა მუნიციპალიტეტის 8 სოფელი დააზარალა, განსაკუთრებით დააზარალდნენ სოფლების ხალიფაულისა და თაბადარების მცხოვრებლების სტიქიამ გლეხებს ვენახი და ხილი თითქმის სრულად გაუნადგურა. რამდენიმე ოჯახს დაუზიანდა სახლის სახურავი. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზარალის დათვლა სპეციალური კომისიების მეშვეობით გერმავს. გამგეობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოსთან დახმარებას ყველა დაზარალებული მიიღებს. ასურ 50 ლარის წამალი ვიყიდე. ზოგი ვიქირე, ზოგი მას მოარწყობიებობს და ვიყავი გაწოლებული ასე ამის დამენახი კონტროლში. რაფერი გაბარტახებულია. 8 დაზიანებულ სოფელში მიმდინარეობს ამჟამად კომისიების მუშაობა. როგორც ირკვევა და ჩვენს ადგილებზე სიტუაციას რომ ნახულობთ, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა არის და ყველაზე მეტად დაზიანებული არის ხალიფაურის ტერიტორია და კომისიები ინტენსიურად შევა ყველა ოჯახში და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ ხალხს ეს ზარალი გარკვეულად აუნაზღაუროს. დაჯერიმებული საჯარო მოხელეები ლანჩხუთში 71-ე საოლქო კომისიის საჩივრის საფუძველზე ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლო აგიტაციისთვის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეთერ ჭყონია და სუფსის რწმუნებული ელგუჯა ჩხარტიშვილი დააჯარიმა. ისინი ლანჩხუთის 71-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ნაკაიძის განცხადებით ჭყონიას 2000, ხოლო ჩხარტიშვილს 1000 ლარის გადახდა დაეკისრა. მათ ჯარიმები 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადონ. საარჩევნო პლაკატის გამოყრისთვის დაჯარიმდა სუფსის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული 1000 ლარიანი ჯარიმა სანქცია გამოუტანა მოსამართლემ, ხოლო საინფორმაციო სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი პირი ქალბატონი ეთერ ჭყონია დაჯარიმდა 22 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისთვის, სადაც ეწერა, რომ დავით ბაქრაძემ ლანჩხუთში წარადგინა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. ინციდენტის სიღნაღში სოფელ ტიბანის მკვიდრი კობა გოგინაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიღნაღის რაიონის დეპუტატობის კანდიდატს ლევან ბეჟაშვილს და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც გოგინაშვილი ყვება იმ დროს, როდესაც ლევან ბეჟაშვილი სოფელ ტიბანის ერთ-ერთ უბანში მოსახლეობას ხვდებოდა, მან დეპუტატობის კანდიდატს კრიტიკული შეკითხვა დაუსვა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. თვითმხილველები ამბობენ, რომ ბეჟაშვილმა გოგინაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მეცხრე არხი ბეჟაშვილთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. მოხდა ის პატარა კრიტიკა და შენიშვნები რა იტყვის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. ეგ უბრალოდ გარწყმა იყო, ეგ ხოლმე უთხრეს რომ ლოთი არის. იმას იფიქრა ლოთთან აქვს საქმე და წავიდეს გამო. ვითომ მე შევხვერის
დეპუტატების კანდიდატს. ხალხი მოვიდა, ჩემი შვილი საერთოდ უთხრა და რაღაცა უთხრა და ამან უთხრა რომ ეგ რა გაკეთება კობა, იმაი რა ეგონა გამოქანა და გაარჩა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი მუხიანის მოსახლეობა შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა მოსახლეობას წინასაარჩევნო და მომავალი 4 წლის გეგმები გააცნო. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არჩევნები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად გაიმარჯვოს. პრეზიდენტმა მოსახლეობას თხოვარ მხარი დაუჭირონ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს ნიკო ხაჩეიშვილს. იმ წრის დარტყმა, რომელსაც თქვენ იცით, რომ ქვეყანაში მიდის საარჩევნო კამპანია. და ერთის ყველგან რაღაცა კეთდება. ვეღარ ვასწრებ გახსნას. და რომ დაგვრჩინოდე ფარდულებს ხსნისო, დღეს გავხსენი მაგალითად თელი ქალაქი, ახალი ქალაქი თელავი, თლიანად ახლიანად აშენებოდა. ეს ფარდული აღარ არის უკვე. გავხსენი და გზა. ხვავსით ბაგრატის ტაძარს. ხვავევსი ახალ ყვარელს. ზეგვსი ფოთის ტაძარს და უზარმაზარი ქართლის შენებლობას. მაგზექვსი ახალი დიდი პორტის შენებლობას ლაზიკის. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ყველაფერი შეიძლება წავიდეს კარგად და ყველაფერი შეიძლება წავიდეს ცუდად. ქართული ოცნების ქობულეთის შტაბის ხელმძღვანელი ანზორ თხილაშვილი ნაციონალური მოძრაობას ამორჩეულთა მოსყიდვაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით მართველი პარტია ასიხმის სანაცვლოდ პატიმრების ოჯახის წევრებს მათ გათავისუფლებას ან სასჯელი შემსუბუქებას პირდება. მოქალაქეებს ქობულეთის საბავშვო ბაღებში დასაქმების იმედსაც აძლევენ. ქობულეთის შტაბში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზეც საუბრობენ. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლის მირზა რომანიძის თქმით კი ნაციონალური მოძრაობის წევრი თენჯის ნოღაიდელი მის ოჯახს ემუქრება. ოჯახის ფიზიკური ლიკვიდაციის, სასჯელის შემსუბუქების ან გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახის წევრებს, პატიმრის ოჯახის წევრებს სთხოვენ 100 ხმას. ხელისუფლება მასიურად იყენებს და არღვევს საარჩევნო კოდექსის 57 მუხლს. პირდაპირ ვაცხადებთ, ეს არის ღია ფორმით ამორჩევლის მოსყიდვა. მითხრა რომ ასიასე ჩახვარ შტაბში გაავცელებ იმ და ჭორებს რომ შტაბი გადაკიდო ერთმანეთს. მე ჩამოვედი პროფესორად წამოვიდა ზეწოლაზე და ზეწოლაზე. ერთი ზარი ამ ჭორს რომ არ გაავცელებო. ერთი ზარი მომეთქა და მამა შენიო საერთოდ ვეღარ ნახავ შენ ცხოვრების მანძილზეო. ძალიან ოჯახის ლიკვიდაციით დამემუქრა. ეს არის თქვენი სიცრუე, არანაირი თქვა ფაქტები ამისი არც სხვა ბრალდებისა, რაც დღეს საქართველოს რომ გააკეთა განცხადა ბრიფინგზე არ არსებობს და ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ამას დიდი კომენტარის გაკეთება არ არის საჭირო. ვანო მერაბიშვილი და ლევან ვარშალომიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერსის მოსახლეობას შეხვდნენ. მერაბიშვილი მოსახლეობას ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას პირდება. შეხვედრა სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობას და ჟურნალისტებს მერაბიშვილისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ. ჩვენ ფერზე დავდეკით, არა ეხლა მინდა მყარად ფერზე და მყარად ფერზე დადგომის წლები მომავალი მართლაც ჩვენს ხელშია და მთავრობამ და ხალხმა მოსახლეობამ ერთად ხელ-ხელ ჩაკიდებული უნდა მივიდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ეხლა დავარიგეთ, ალბათ პენსიონერებმა ყველა მიიღოს დაზღვევა, ბავშვებმა ყველა მიიღოს დაზღვევა, მასწავლებლებს ყველას აქვს დაზღვევა, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ კიდევ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია ხარჯული, ვისაც არ აქვს ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი ჯანმრთელობა. ყველა ადამიანს ექნება დაზღვევა. პარტია თავისუფალი საქართველოს წევრმა მერაბ ღოღობერიძემ ხულოში საჯარო რეესტრის შენობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისის განთავსება გააპროტესტა. ღოღობერიძემ აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური სუბიექტების არათანაბარ პირობებში ჩაყენებად შეაფასა. საპასუხოდ ხულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა გელა დეკანოიძემ საჯარო რეესტრის შენობის ნახაზი წარმოადგინა და განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროს შენობის ნაწილი 700 კვადრატული მეტრი ეკუთვნის საოფისე ფართი კი ხელშეკრულების საფუძველზე კერძო პირისგან იქირავა. ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაცია და საარჩევნო შტაბები განთავსებულია ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო რეესტრის შენობა ნაგებობებში, მაშინ როცა საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო შტაბები და რაიონული ორგანიზაციები
განთავსებულია კერძო პირთა საკუთრებაში. მე ხელთ მაქვს საჯაროესის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ 99.23 კვადრატული მეტრი, რომელიც არის პარტიის ეხლა ამ წუთში ფლობელობაში და რომელიც არის ნაკირეები მოქალაქე, ანუ ფიზიკური პირი თამაზ აბულაძისგან, ეს ეკუთვნის მას და მისი საკუთრება. კოალიცია ქართული ოცნების კახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტომობილების ტოლონებითა და დროშებით მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ლაგოდეხის მოსახლეობას შეძახილებით მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ. მსვლელობის შემდეგ ლაგოდეხის სტადიონთან გაიმართა კონცერტი სხვადასხვა შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით. კონცერტის მიმდინარეობისას დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და 1 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობისკენ მოუწოდეს. ერთიანობა, რომელიც ჩვენ კახეთის მხარემ მოაჩვენეთ, ეს არის ჩვენი ერთობის და ჩვენი მაგალითი იმისა, რომ 1 ოქტომბერს ყველანი ერთად ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან ერთად გავიმარჯვებთ და დავიწყებთ ლაღის საქართველოს შენებლობას. ვფიქრობ, რომ ჩვენ იმაზე გაცილებით უფრო დიდი წარმატება გვექნება, ვიდრე ამ კამპანიის დასაწყისში გეგმავდით. კახეთის მაჟორიტარების ერთგვარი რაღაცა შეკრებასავით გამოგვივიდა და სასიამოვნოა, როდესაც ერთმანეთს ვესაუბრებით, ყოველას პრაქტიკულად ერთნაირი მსგავსი გამოსვლება დაგვიგროვდა, ოპტიმიზმი გაგვაჩნია, ერთი და იგივე იმედით ვართ და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი. ხალხსაც ამოუვიდა ყელშამდელი გაჭირვება. რუსეთის ბაზარი დაკეტილი გვაქვს. ერთიღა დარჩა დამთავრებას, რომ აი ტამოჟნაიევს დააწერონ ვახტა, ციხის ვახტა. უფრო კარგად მოუხდებოდა ჩვენ ქვეყანას. საინფორმაციო მსვლელობა გაიმართა დარდაბანში, ცერცია ქართული ოცნების დარდაბნის რაიონის შტაბიდან დაიწყო და შოთა რუსთაველის წერტილთან დასრულა მსვლელობით ქალბატონებმა თავიანთი გუგლის წრიული გამოხატეს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. მათი განცხადებით ეს არის დედათა აქცია, რომელთაც იმედი აღარ აქვთ, რომ ასეთ ქვეყანაში მათ უკეთესი მომავალი ექნებათ. აქციის მონაწილეები ყველა დედას და ქალბატონს მოუწოდებენ მშვიდობიან მსვლელობას შეუერთდნენ, რათა ერთად შეცვალონ ქვეყანა უკეთესი მომავლისკენ. ეს ქალბატონები ჩამოვიდნენ რაიონის ყველა საკრებულოდან, არიან სართიჭალის, მარტყოფის, ნორიოს, გამარჯვების, კწანისის, თელეთის, ყუმისის, ქალაქ გარდაბნის, ლემშვანიერას ქალბატონები, რომლებიც მოუწოდებთ კიდევ დანარჩენი რეგიონების ქალბატონებს, რომ შემოგვიერთდნენ და მსგავსი აქციები ჩატარდეს ყველა რაიონში. დედების აქცია. იმ დედებისა, რომლებსაც უკვე აღარ აგვაქვს იმედი, რომ ჩვენ შვილებს ამ ქვეყანაში მომავალი. ვიბრძვით ჩვენი შვილების მომავლისთვის და ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის. კოალიცია ქართული ოცნების რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კი საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის ქუჩაზე მდებარე ძველ ბაზარში გამართა. ძიძიგური ბაზრობაზე სოფლის მეურნეობისა და სურსათით მოვაჭრეებს დაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მოვაჭრეები უკიდურესად მძიმე პირობებში არიან. მისი თქმით, სოციალური ფონის გამო ბაზარს გამყიდველი უფრო მეტი ყავს, ვიდრე მყიდველი. რუსთავის ძველ ბაზარში ვართ, გაცილებით მეტი არის გამყიდველი ვიდრე მყიდველი. ეს ბაზარი არის მიგდებული უპატრონოდ სრულიად და ადამიანებიც აქ ვინც ვაჭრობენ ახლა სოფლის მეურნეობის პროდუქტით თუ სხვადასხვა პროდუქტით, აი სულს ღაფავენ, ისეთ მდგომარეობაში არიან რა. ესენი აი ადამიანები არიან სევდიანები, იმიტომ მთელი დღის განმავლობაში ზიან ტყუილად ფაქტიურად ამ ბაზრობაზე. ხლამ გაჭირება მაიქ დამაყენა და იფრდგება, რომ ორი კაპიკი კონდეს. და ვიცი ახლა ველოდები ეგება ივანიშვილმა, ეგება მათმა რაღაცა სიკეთე მოგიტანოს. ქართული ოცნების ვაჭის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე კინოცობიძის პლატოზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ კოალიციის საარჩევნო პროგრამა გააცნო. შავგულიძე ამ მომრჩევლებს არსებულ ვითარებაზე ესაუბრა და თავისუფლ დევნილებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მათი პრობლემებზეც ესაუბრეს. შავგულიძემ დევნილებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას პირდება. ანუ თლიანობაში მეგობრებო შემოგთავაზეს. რა თქმა უნდა, დევნილ მოსახლეობას აწუხებს ყველა ის პრობლემა, რაც საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასაც. ეს არის ძიმე სოციალური პირობები. მაგრამ მიუხედავად ძიმე სოციალური პირობებისა, ამ ამორჩევლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ უმთავრეს პრობლემად მიიჩნიეს
და ასახელებენ უსამართლობას, რომელიც ასევე გაბატონებულია სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. პირიქით არის მეტი სარგებელი ხალხისგან მთავრობას და ამიტომ ხალხს უკვე მობეზრდა ეს ამათი ყაჩაღობა, სიტყვიერი ყაჩაღობაც, ეკონომიკური ყაჩაღობაც, რა ვიცი, შეიძლება ითქვას ფიზიკური შეხებებიც. რუშინ საღამოს ვაჭის პარკში ჯგუფ შინის დასკვნითი კონცერტით დასრულდა. შინთან ერთად ანჩისხატის მგალობელთა გუნდი მაია ბარათაშვილი და ნატო მეტონიძე წარდგნენ მაყურებლის წინაშე პროექტით ერთი ხმა ჯგუფი პოლიტიკური ინიციატივით გამოვიდა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული 7 კონცერტით მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. რუშინთელი ღონისძიების შემდეგ ჯგუფის წევრები გერმანიაში გაემგზავრნენ, ორგანიზატორები კი პროექტის გაგრძელებას ისევ აპირებენ, ახალ სეზონზე მათ სხვა მუსიკოსებით შეუერთდებიან. იმხელა მუხტი მოდიოდა, იმხელა სიყვარული, იმხელა მუხტია მართლაც თავისუფლების. რაღაც შეიძინა კიდე უცნაურია. ეხლა სულელი კაცი ამაყებდა ამით, მაგრამ ძალიან იმედი მაქვს, რომ მაინც და მაინც არ უნდა ვიყო ეგეთი ის რომ შინს კონცერტზე მოსვლა საშუალებასთან იყოს დაკავშირებული. ყოველთვის მინდოდა მათთან ერთად რამე სიმღერის შესრულება და დღეს მომეცა ფანტასტიკური შანსი თუ დავამატებთ კიდევ იმას, რომ ეს არის ძალიან კარგი აქცია. ყველაზე ჩამთელი მართალი აქცია. მსგავსი სიამოვნება არ მიმიღია ძალიან დიდი ხანია. პერესმორდის სოლო კონცერტი პროექტ პირდების ფარგლებში დღეს საღამოს 8 საათზე სამტრედიაში გაიმართება. პროექტის ფარგლებში მომღერალმა სულ 6 ღონისძიება გამართა. დასმეთი შოუ 23 სექტემბერს თბილისში იგეგმება, სადაც მომღერალი მაყურებელს გრანდიოზულ სანახაობას პირდება. მანამდე კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ გაიმართება ბერას სოლო კონცერტები. დღეს საღამოს მომღერალი სამტრედიელი მაყურებლის წინაშე გამოვა. ეს იყო ბოლო ინფორმაცია და მე შეგახსენებთ, რომ ზუსტად პირველ საათზე დაიწყება მეცხრე არხის ახალი საარჩევნო პროექტი ხაზია საქართველოს. შეგახსენებთ ასევე, რომ ტელეჰიტის სტუმარი კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იქნება. მე ზუსტად 3 საათამდე გემშვიდობებით დროებით.